მოვიწყოთ კურიერის 9 საათზე ორი პარალელური ესტაკადა 800 მეტრიანი გვირაბი წლის ბოლოს სვენეთერუის ახალი გზა დააკავშირებს. 15 კილომეტრიანი მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ჩქაროსნული მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მალე დასასვენებელი კომპლექსიც ამუშავდება. კომპანია ვისოლი ერთდროულად რამდენიმე ობიექტს 71,000 კვადრატულ მიწის ფართობზე განათავსებს. 800 მეტრიანი გვირაბი გაჭრილია მთავარი სამუშაოები ჩქაროსნული ავტობანის სვენეთი-რუისის ყველაზე რთულ მონაკვეთზე საქართველოს პრეზიდენტმა დაასრულა. ნიადაგის ბოლოშრა მიხეილ სააკაშვილმა მძიმე ტექნიკის საშუალებით დაანგრია და გვირაბის ორი მხარე ერთმანეთთან დააკავშირა. დღეიდან აქ უკვე ინფრასტრუქტურული და მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო. სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი სტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე რთულია. მის შემადგენლობაში გვირაბის გარდა ესტაკადაც შედის. კონსტრუქციის მშენებლობის დეტალებს პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო. მე ამას მიყოლა მეორე ყოველ ადგილში 46 მეტრები. წინასწარ დაზებული პროცესები ერთმანეთში გატარდება და იქნება ეხლა მიგორა? გაიძება. და 8 საათი უნდა ამის გადაგორებას ჩავას უბოლოს. ჩავაი სამშობლო მასალიდან დაიწყება. და იყო რა გვირაბი სადა. აი პირდაპირ წავა. სვენეთი-რუისის მონაკვეთზე ორი პარალელური ესტაკადა შენდება. თითოეულის სიგრძე 870 მეტრია. ორზოლიანი ხიდები უახლესი ფრანგული ტექნოლოგიით იგება. წარმოქმნილი ნაწილები ხიდს მოძრაობის საშუალებას იძლევა თქვა ტემპერატურული გაფართოების შემთხვევაში თავისუფლად, მაგრამ როდესაც ნაუცბადია სეისმური ბიზგის შემთხვევაში ის კეტავს ამას, თავის იღებს, აქედან გამომდინარე სეისმურად დაცილებით მედეგია ხიდი. ეს არის სამშენებლო მოედანი, რომელიც ევროპაშიც ესეთი ყველაზე რთულია და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ აქ ვართ ახლა ესტაკადაზე ვიმყოფებით, რომელიც უნიკალური მეთოდით შენდება. ეს ესტაკადა წინასწარ მზადდება და მე სპეციალური კოჭებით გადაიტანენ სადგარებზე. ზამშილოვანია, ესეთი ხიდი არ არის ნამდვილად ასაკ. სვენეთი-რუისის ჩქაროსნული გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ თვეში დასასვენებელი კომპლექსი ამუშავდება. კომპანია ვისოლი 71,000 კვადრატულ მიწის ფართობზე ბენზინგასამართ სადგურს, სწრაფი კვების ობიექტს, დასასვენებელ ფარც, აგრარულ ბაზარსა და ავტოგასამართ სადგურს აშენებს. შენობის დიზაინი უნიკალურია და მისი ავტორი გერმანელი არქიტექტორი იუნგერ მაიერია. ეს ავტობაზი რამდენი იქნება 16? ესე იგი 16 იქნება თვითონ ავტობაზი და კახეთის მიმართულებით კიდე იქნება. ესე ყველგან იქნება დასვენების საშუალება, რაღაც ჭამის საშუალება, ყველაფერი დაინჩე. აბა იდენტურები იქნება პირველი ვაჭრობაზე ძალიან გვეხარით. ყველა ინდივიდუალური, ყველა რაღაც არქიტექტურული ძეგლია რა. ჩვენ საუბრობ კიდე მეორეზე დიდი გამოცდილება დავიგროვებთ მოხსენეს. გადავდივარ და გადავდივარ. ალე ვარ ზატრო დავისწრებ. რიკოძია ხო? ვაცი რიკოთა შედა. არა, ამათ ჯულასთან ვარ შეტაკავთ. 20 ჯულაში შეტაკავთ. ესეთი არქიტექტურული ცხოვრება. ჩაოლებრი რაღაცა. გული არ მიგიწევს. 20 ესეთი ის არის ბუნება გარშემო. ისეთ განსაკუთრებულად უნდა გააკეთო, აქ შემოვიდეს ხალხი თორე. ისეთ ფუნქციაებს ბევრია. ესეთი ფუნქციონალური დანიშნულების, მაგრამ ეს არქიტექტურის ან დავდებთ ხაოს სოფლის აკეთებენ. გერმანიაში ვიყავ საფრანგეთში. იგე მონოტია. ჩვენ დავაშო. ესეთი შვილი შულთა შვილი გადავწევით. ძალიან არის მრავალფუნქციური კომპლექსი, ყოველდღიურად დასაქმებული იყო 100-დან 150-მდე ადამიანი და მომავალში ადგილობრივი დასაქმება ყველა აბსოლუტურად, როდესაც ის ექსპლუატაციაში შევა, იქნება ძალიან საინტერესო ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაჩერდება, როდესაც ის მოძრაობს დასავლეთ საქართველოში ქართველი უცხოური, მე გარანტიას გაზეთონ ყველას დაამახსოვრდება ეს ტიპის ესეთი ობიექტი. სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი საავტომობილო გზის გახსნა შემოდგომისთვის იგეგმება. ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მორიგ ეტაპზე გადავა. ეს იქნება მაგისტრალის 60 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც რუის-რიკოთის უღელტეხილზე მდებარე გვირაბთან დააკავშირებს. საუკუნის შემდეგ საქართველოში სომეხთა პატრიარქი ჩამოვიდა და დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა პრეზიდენტის სასახლეში. გარეგინ მეორე საქართველოს პატრიარქთან ერთად მივიდა ქვეყნის პირველმა პირმა სტუმარს საქართველოში განხორციელებული და საომრული პროექტები გაასვენდა. ქუთაისის პარლამენტის მაკეტლა, ასევე ძველი თბილისის ხედები დაათვალიერებინა. გარეგინ მეორემ სრულიად საქართველოს და ქვეყნის პრეზიდენტი და 20 ოქტომბერს მიღება გაიმართა, სადაც ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა სპეციალურად მომზადებული ნომრები შეასრულა. სომეხთა патриарქი საქართველოში 6 დღე დარჩება. ვიზიტის მთავარი мизანი ერებს шорис культурული ურთიერთობების გაღრმავება. У вас тоже выбрали отопление там, новое отопление там, новые везде компьютеры раздаем, и, конечно, уже все. Потомки царского рода, подождет, это было и центра армянской культуры и в конце 18 века последнее нашествие и очень такое историческое место здесь как раз.
დავით ბაქრაძემ ლონდონში პოლიტოლოგებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა მოლაპარაკებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძეც ესწრებოდნენ. საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერვიუ ტელეკომპანია ალ-ჯაზირას მისცა. This is something very bad and this is something which will be totally unheard. შეხვედრაზე იყო დიდი ინტერესი, ყველა შეხვედრაზე იყო აბსოლუტურად ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ, იმ პოლიტიკური კურსის მიმართ, რომელსაც ქვეყანა ატარებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ძალიან კარგად ესმით ის პრობლემები, რომელსაც საქართველოს უქმნის რუსული ოკუპაცია და ის პრობლემა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ეწოდება. As usual in Chatham House, Chatham House-ში რთული შეკითხვების დასმა უხერხულობას არ წარმოადგენს. მივიღეთ საუკეთესო პასუხებიც. ამ შეხვედრაზე შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, გაძლეულია თუ არა ეკონომიკური სირთულეები, ასევე წამოჭრილი იყო კორუფციასთან ბრძოლის თემაც. პირველი ონლაინ კონფერენცია სოციალურ ქსელში თბილისის მერვე მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ შეკითხვებს ვიდეო ჩართვით უპასუხა Facebook-ის მომხმარებლების გარდა საინტერესო თემებზე პასუხის მიღება დარბაზში მყოფ აუდიტორიასაც შეეძლო. გიგუგლა თავისავე გვერდზე გამოეხმაურება ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც ვიდეო ჩართვის დროს ვერ გაეცა პასუხი. თბილისელებთან სასაუბროდ სოციალური მედიის ონლაინ რეჟიმი პირველმა გიგი უგულავამ გამოიყენა. Facebook-ში ქალაქის მერის პირად გვერდზე 400-მდე შეკითხვა შევიდა. ყველაზე მეტად მოსახლეობა თბილისის ინფრასტრუქტურული საკითხები და სოციალური თემებით დაინტერესდა. გიგი უგულავამ გამარტა, რომ 2012 წლიდან თბილისს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. გამარტივდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. უახლოეს მომავალში ამოქმედდება ტრამვაიც. თბილისის კომპანიის საპრივატიზაციო ვალდებულება არის 2012 წლის ბოლოს თბილისის ძველ საზღვრებში 24 საათიანი წყლის მომარაგება. ეს თბილისის ძველ საზღვრებს ხაზს უსვავ იმდენად, რამდენადაც 2007 წელს თბილისს შემოუერთა მთელი რიგი სოფლები, სადაც და ტერიტორია, რაც ლოგიკურად მისი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც შემოუერთა, თუმცა ამ შემოერთებულ ტერიტორიებში ინფრასტრუქტურა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ანუ პრაქტიკულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, იქ ვალდებულებით 2014 წლის ბოლოა. 2013-დან მშენებლობა დაიწყება, ეხლა უკვე ესე ვთქვათ პროექტირების სტადიაში ვართ. ეს არის ტრამვაის ამოქმედება თბილისში. ტრამვაიც უნდა მოხდეს მისი დიზაინი და ფორმა ისე, რომ არ მოხდეს მისი დუბლირება მეტროპოლიტენთან. თბილისის მერის სოციალური ქსელის მომხმარებლებს დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებითაც ესაუბრა. გიგი უგულავამ დეტალურად განიხილა მუნიციპალიტეტის პროექტები. თბილისში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, დაახლოებით 25%-ს აღწევს. მაგრამ აქ იგულისხმება უმუშევრობის ასევე მიგრაციაც. საერთო ქვეყნის დონეზე ეს ციფრები არის 16.5% დაახლოებით. ანუ თბილისში უფრო მაღალი ციფრია, მაგრამ ეს განპირობებულია პირველ რიგში იმით, რომ უმუშევრობის მიგრაციაც მაღალია თბილისისკენ. ანუ ამ თვალსაზრისით თბილისი გარკვეულწილად იმედის ქალაქია, ბევრი იმ ადამიანის, ვინც რეგიონიდან მოდის თბილისში. ამიტომ ბუნებრივია ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული აქეთკენ. როცა ჩვენ გამოვაცხადეთ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, სწორედ იყო აი გარკვეულწილად მომაკვდავის გადარჩენა. ანუ ფორმულა იქ სხვანაირი იყო. ჩვენ რეალურად ფულის, ესე ვთქვათ, ირიბი ინექცია მოხდა იმისაც, რომ სექტორი გაცოცხლებულიყო. 2 საათიანი ონლაინ კონფერენციის დროს შეკითხვა თბილისის უსაფრთხოების შესახებაც დაისვა. ვიდეო კამერების დაყენება კიდევ უფრო მეტი მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სულ ახლახან დასრულდა მოდერნიზაცია ამ კუთხით მეტროპოლიტენის. თავშეყრის ადგილები იქნება სკვერები, პარკები, გზები, მონაკვეთები, გადაკვეთა და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა. მეორე არის ინტეგრირებული სისტემა, უსაფრთხოების ინტეგრირებული სისტემა, ერთგვარი კოლ-ცენტრი, ფორს-მაჟორული ქალაქის მართვის კეთდება ეხლა, სადაც ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები, ასევე მერიის სტრუქტურები ერთიანი მართვის დისპეჩერიზაციის ქვეშ იქნება გაერთიანებული.
შეკითხვებს, რომლებსაც გიგი უგულავა ონლაინ რეჟიმში ვერ გამოეხმაურა, მერია Facebook-ის საშუალებით უპასუხებს. ვიდეო კონფერენციაში არა მარტო ინტერნეტის მომხმარებლები, დარბაზში შეკრებილი აუდიტორიაც მონაწილეობდა. ის პროექტი, რომელიც ადრე ხორციელდებოდა, იგივე სტუდენტური დასაქმებასთან დაკავშირებით, განახლდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს იგივე სტუდენტების ჩართულობას მაქსიმალურად და მათი ასე რომ ვთქვათ, რესურსების გამოყენებას. მოხარული ვარ, რომ ქალაქის მერმა პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და აღიარა, ესე ვთქვათ, სოციალური მედიის მნიშვნელობა, იმედია რომ სხვა პოლიტიკოსებიც მიბაძავენ მას. Facebook-ზე გიგი უგულავას უკვე 30,000-მდე მხარდამჭერი ყავს. ღირსისმიერი სხვა სოციალური ქსელების, Twitter-ის, YouTube-ის აქტიური მომხმარებელიცაა. შესაბამისად, მოსახლეობა შეუძლია თბილისის მიერ შეკითხვები მათი მეშვეობითაც მიაწოდოს. ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში ნატოს კუთხე ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გაახსნა ღონისძიება საქართველოში ჩეხეთისა და უნგრეთის ელჩები დაესწრნენ. მოგვიანებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერთან ერთად ალიანსის მთავარ განმარტოებებზე უნივერსიტეტის სტუდენტებთან ისაუბრეს. შეხვედრა ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. წიწმილ საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე 60-მდე კუთხე აქვს გახსნილი. ვთქვით, რომ საქართველოს კურსი აღებული ნატოში გაწევრიანებისკენ იყოს ძალიან მყარი და ამისათვის საჭიროა ცნობიერი გადაწყვეტილება და ცნობიერი მხარდაჭერა ამ კურსისა ჩვენი საზოგადოების მხრიდან. უნივერსიტეტში ნატოს კუთხის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის სტუდენტებს გააცნობს იმას, თუ როგორ მუშაობს ორგანიზაცია საქართველოში. როგორც ცნობილია, ჩატარდა გამოკითხულთა ვის სურს ნატოში გაწევრიანება და გამოკითხულთა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა. საჭიროა ხალხი ამ ორგანიზაციის შესახებ მეტად ინფორმირებული იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი აქტივობები ხორციელდება ნატოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით და მით უმეტეს დიდ მნიშვნელობას იცავს ეს სასწავლო დაწესებულებაში ასეთი ღონისძიების განხორციელება. ქართულ სადაზღვევო კომპანიების მუშაობა გასული წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკმა შეაჯამა, რომელიც ამ სფეროს ზედამხედველობას 2009 წლის ბოლოდან აწარმოებს. 2010 წლის განმავლობაში სადაზღვევო პოლისი 2,600,000 ადამიანმა მიიღო. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი სამედიცინო დაზღვევაზე იყო. სადაზღვევო სექტორი ძალიან ინტენსიურად ვითარდება. ჯამმა აქტივებმა გადააჭარბა 400 მილიონ ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის საწყისი ეტაპი განვითარების, რა თქმა უნდა, სახეზე არის მნიშვნელოვანი მიღწევები, თუმცა ასევე აუცილებელი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია და ამაზე გვექნება ზუსტად საუბარი. 10 წელი მოიხსენებათ საკმაოდ დიდი ცვლილებებით იყო გამოწვეული სადაზღვევო ბაზარზე, მოხდა ცვლილებები ტენდერის პირობებში, რაც შეეხება სიღარიბის მოსახლეობის დაზღვევის, აგრეთვე სადაზღვევო ინდუსტრიამ აიღო ვალდებულებები ქვეყნის მასშტაბით 45 ჰოსპიტალის მშენებლობის, იქნება ამ საკითხების განხილვა, მათი შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა. ახალი ნავთობკომპანია საქართველოს ბაზარზე გაქვს ჯორჯია დღეიდან მანქანის მფლობელებს მაღალი ხარისხის საწოლს შესთავაზებს. ამერიკული კომპანია უკვე ფლობს 98 მოქმედ ავტოგასამართ სადგურს, უახლოესი 2 წლის განმავლობაში კი ეს რიცხვი 120-მდე გაიზრდება. სადგურები კომპანიამ სენტას მაგნატისა და ენერჯისგან შეისყიდა. გაქვს ჯორჯია ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დღეს კახეთის გზატკეცილზეც გაიხსნა. 2011 წლის ინოვაციების კომპანიამ განახორციელა 20 მილიონი ინვესტიცია და შეიძინა კომპანია, ისეთი როგორც სენტა და მაგნატი. ჩვენი კომპანია აქტივის სახით ფლობს 98 ავტოგასამართ სადგურს დღესდღეობით. 2019 არის თბილისში და 50 რეგიონებში. იგივე მომდევნო წლებში კიდევ დაახლოებით 5 მილიონი ინვესტიცია რებრენდინგთან გადაიარაღების მიმართულებით. გალფი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანია. ჩვენ მოხმარებელს ყოველთვის საუკეთესო პროდუქტს ვაწვდით. ემსახურებით უმაღლესი სტანდარტებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენ საქართველოს ბაზარზეც ვართ. ვფიქრობ, ჩვენი ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში წარმატებული იქნება. ძალიან კარგია, რომ კიდევ ერთი ავტოგასამართ სადგური შეემატა დედაქალაქს. კარგი ბენზინი აქვს, ამ საუკეთესო ხარისხი, ზუსტი ჩასხმა და მე ძალიან გვაყოფილი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 317 მაწვევამდელმა დღეს ფიციდა და მათ შორის 8 ბავშვთა სახლის აღზრდილია, რომლებიც მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ დაცვის სამსახურში დასაქმდებიან. ეს პირველი შემთხვევა აუწყების ისტორიაში, როდესაც ბენეფიციარები სახელმწიფო უწყებაში დაიწყებენ მუშაობას.
გიორგი ყაზარიშვილმა ბავშვთა სახლ სათნოებაში 7 წელი გაატარა. მას უკვე 18 წელი შეუსრულდა და ახლა დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მოძებნთან განშორება ყველაზე მეტად მის მეგობრებს უჭერთ. ბავშვთა სახლის აღზრდილი დღეიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლობისთვის ემზადება. ძალიან ამაყი ვარ, რომ სახელმწიფო სპეციალური სამსახურის რიგებში მოვხდი და ძალიან ბედნიერი ვარ და მომავალშიც გაგზელებას ვაპირებ. ვიცო! ვირნათ რა მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. გიორგი ყაზარიშვილმა დღეს ფიცი უკვე ახალ მეგობრებთან ერთად დადო. მასთან ერთად კი ეს სამხედრო რიტუალი კიდევ 7 მოზარდმა შეასრულა. ისინი ბათუმის, თბილისისა და საგურამოს ბავშვთა სახლებში ცხოვრობდნენ. 16-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო დაცვის წვრილმანდილთა რიგებში მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღზრდილებიც იქნებიან. ბიჭებმა აქ ისწავლეს ერთმანეთის გატანა, სამშობლოს სიყვარული და რაც თავარია მათ მისცეს შანსი, რომ ქონდეთ მომავალი. 17 წლოვანდელის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცენტრში გაიმართა. ამის შემდეგ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. გადაწყვეტილია, რომ მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ყველა მათგანი დასაქმდება. ჩვენ სამსახური თავის თავზე იღებს მათ კვების, საცხოვრებლის და აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის პრობლემას ხურამე შეექმნებათ. წვენდელები სამხედრო ფიცის დადებისთვის დილიდან ემზადებოდნენ. ჯერ სამწყობრო ნაბიჯით გაიარეს. ამის შემდეგ კი მთავარი სანახაობა დაიწყო. ჯარისკაცებმა ხელჩართული ბრძოლის ბილეთების დემონსტრაცია მოაწეს. ეს ამაყი იმით რომ დავდე სახელმწიფო სამხედრო ფიცი და სპეციალური სამსახურის ფიცი ღვთისა და ქვეყნის წინაშე. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ ცენტრში შესვლა წვენდელების ნაწილმა სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ჩააბარა. სოციალურად დაუცველი მოზარდები ტესტებისთვის განათლების სამინისტროს დახმარებით მოამზადეს. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ იმუშაონ სახელმწიფო დაცვის სამსახურში, მიიღონ ანაზღაურება, იცხოვრონ ამ ძალიან კარგ პირობებში. დღეიდან წვენდელები 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა საგანში თეორიული სწავლების გარდა პრაქტიკული მომზადების კურსსაც გაივლიან. მოსკოვის ცენტრში ჩეჩენი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ექს-პოლკოვნიკი იური ბუდანოვი ჩაცხრილეს მთავარ მოტივად შურისძიება სახელდება გამოძიების ცნობით თავდამსხმელები ბუდანოვს 3 თვე უთვალთვალებდნენ. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ექს-პოლკოვნიკმა 18 წლის გოგონა გაიტაცა და მოკლა, მაგრამ სასამართლო მის შეურაცხადად ცნო და გაათავისუფლა. მოგვიანებით კუნგაევას საქმე ისევ ძიებას დაუბრუნდა და პოლკოვნიკს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რასაც საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოყვა. ეკოლის გავრცელების წყარო გერმანიაში მოყვანილი მწვანე ლობიო აღმოჩნდა. ასე დასკვნის აკეთებს გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ხელისუფლებამ კიტრის, პომიდორისა და საათის ფურცლების საკვებად გამოყენებაზე აკრძალვა გააუქმა. მოსახლეობას კი ლობიოს მოხმარებისგან თავის შეყარება ურჩია. բոլო მონაცემებით ეკოლის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 3000-მდე გაიზარდა. ქორწილის შემდეგ პრინცი უილიამი და კეით მიდლტონი ტელეკამერების წინ პირველად გამოჩნდნენ სამეფო წყვილის საკუთარი საქველმოქმედო ფონდის გალა ბახშამზე ლურჯი იაგუარით მივიდა. მათი ფონდი ბავშვების დასახმარებლად ფულს აგროვებს. საღამო კენსინგტონის სასახლეში გაიმართა, სადაც უილიამი და კეითი საცხოვრებლად გადავიდნენ. 1000 სტუმარს შორის იმყოფებოდნენ ელტონ ჯონის პარტნიორი დევიდ ფერნიში და მსახიობი ლის ჰარლი. გალა იტალია მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები და პაატა ბურჭულაძე დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ფუნდიანას კიდევ ერთი მასშტაბური კონცერტი, რომელიც იტალიის გაერთიანების საიუბილეო წლის თავს ეძღვნება. საღამოდან შემოსული თანხით კი ანონა კიდევ ერთ 7 შვილიან ოჯახს დაეხმარება. სოფლიოს საუკეთესო თეატრების ლასკალას, კოვენტ-გარდენის, ტოკიოს, პარიზისა და ამსტერდამის ოპერების სოლისტი ჩენცია ფორტე 14 ივნის თბილისში იმღერებს. იტალიელი სოპრანო საქართველოში პაატა ბურჭულაძის მოწვევით ჩამოდის. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი გალა კონცერტით სრულდება საქართველოში იტალიის გაერთიანების 150 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წელია. ჩვენ იტალიის გაერთიანების 150 წელს არა მარტო საკუთარ ქვეყანაში აღვნიშნებთ. საქართველოში საზეიმო ღონისძიებებს 14 ივნისი დააგვირგვინებს. იავნანასთან დიდი ხანია თანამშრომლობთ. მადლობა მინდა გადაუხადოთ მაესტრო ბურჭულაძეს იმისთვის, რა საქმესაც ემსახურება. ამ კონცერტის მიზანი იქნება არა მარტო იტალიის გაერთიანების აღნიშვნა, არამედ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაც საქართველოში. რით შეიძლება აღნიშნულიყო იტალიის ეროვნული დღესასწაული საქართველოში თუ არა საოპერო მუსიკის ზეიმით. ოპერას საფუძველი ჩვენს ქვეყანაში სწორედ იტალიელებმა ჩაუყარეს. თანამედროვეობაში კი იტალიის საელჩო იავნანას თანადგომას უცხადებს საფორმოქმედო აქციებშიც. იავნანა, რაც კი არსებობს, იტალიელები იყვნენ პირველი, ვინც ჩვენ პირველი დახმარება გაგვიწიეს და ჩამოვიდნენ იტალიელი მომღერლები. იტალიის საელჩოს აქ ძალიან ბევრი გაკეთებული ჩვენი ფონდისთვის და ეხლა როგორც ყოველთვის აქ ჩამოდიან იტალიელი ვარსკვლავები, აქ მარტო იტალიელი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. ეს ის მომღერლები არიან, რომელიც მსოფლიოს ყველა საოპერო სცენაზე ძალიან დიდი წარმატებით გამოდიან. ივნისის გალა კონცერტში ასევე მონაწილეობს ანტონელო პალონგი. იტალიელი ტენორის დებიუტი 1990 წელს შედგა პუჩინის ოპერაში მადამ ბატერფლაი. ამჟამად ანტონელო პალონგი მრავალფეროვან რეპერტუარს მსოფლიოს პირველი კლასის თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში მღერის. გალა კონცერტზე იტალიელ სოლისტებთან ერთად მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი იტალიელი მაესტროს ატილიო ტომასელოს დირიჟორობით. არა მარტო ოპერის მოყვარულთათვის საზეიმო თარიღს, არამედ ჩვენი ქვეყნების ორი ქვეყნის ეს ასე ვთქვათ ძმობის, ერთობის სიმბოლურ დღეს იტალიის გაერთიანების წელს აღნიშნავს საქართველოს და საქართველოს 20 წლის დამოუკიდებლობის დღეს. ორი თარიღი დაემთხვა და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობას ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში. იტალიის ერთიანობის დღეს იავნანა 14 ივნისის კონცერტში რამოდენიმე იტალიელ ვარსკვლავს გააერთიანებს. ერთ-ერთი იქნება ვიტორიო ვიტელი. ბარიტონის რამოდენიმე წამყვან პარტიას სხვადასხვა ოპერიდან ის თბილისელი მელომანებისთვისაც შეასრულებს. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით კი გაეროსა და იუნისეფის კეთილინების ელჩი და იავნანას დამფუძნებელი კიდევ ერთ შვიდშვილიან ოჯახს დაეხმარება. პაატა ბურჭულაძე შეეცდება ამჯერად იტალიელ მეგობრებთან ერთად გადაარჩინოს მომავალი. და კურიერში ამინდის დრო პროგნოზ დღეს დიანა ბაბასოვს. ხვალამის განაპირობის ჩრდილოეთ ელმოქმედი ცივი და სამხრეთ რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, ამიტომ საქართველოში მოსალოდნელია დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღმოსავლეთში ზოგან შესაძლებელია სიტყვა ციფროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება Atunci 27 graduse sitcom plus 8 graduse navaraudării copși. 86 graduse იქნება სოფელში plus 8 graduse ზუგდიდში. ხალხის ჰარი 27 გრადუსამდე გათბობა 29 გრადუსია ნავარაუდები. ქუთაისში 27 გრადუსამდე მონატებს ტემპერატურა მიიწევში, ამბოლოში plus 28 გრადუსი იქნება. 26 გრადუსი სითბოა ნავარაუდები ცხინვალში, თბილისში plus 30 გრადუსი, 31 გრადუსი იქნება რუსთავში. ბოლოში 30 გრადუსი სითბო. სიღნაღში ასევე plus 30 გრადუსი და ყვავილში 29 გრადუსი სითბო. თბილისში დრო გამოშვებით მოეღრუბლება დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა. დილის 9 საათზე 21 გრადუსი, 12 საათზე plus 26, 15 საათზე 30 გრადუსი, 18 საათზე ასევე 30 გრადუსი და 21 საათზე plus 25 გრადუსი. უახლოესი პირობის პროგნოზი ასეთია. ცნობილი სპექტაკლებიდან რა რეპერტუარი წარსდგებიან ჯეოსტარელები თეატრალურ ფესტივალზე. ეს არის კლასიკა, რომელიც ქართულ რეალობაში ყოველთვის იქნება, ყოველთვის ყველას ეცოდნება და ყოველთვის ყველას ანახსოვრებდა.